როგორ მიდის ადამიანი რწმენამდე? როგორც წესი გვაქვს რა დაცემული ბუნება და ეს ვიცით რაც არის, ეს არის უუნარობა ჩვენი ბუნებისა ვიყოთ მასთან, სამყაროს შემოქმედთან. დაცემული ბუნება ვლინდება ბევრ რამეში, მათ შორის იმაშიც, რომ ჩვენ გულს, ანუ გულში გულისხმობ ჩვენ შინაგან მისტიკურ სიღრმეს, დაკარგული აქვს უნარი ყოფიერების ადეკვატური აღქმისა და ცხოველივით აღიქვავს აი ცხოველი რო აღიქვავს სამყაროს, ისე აღიქვავს ადამიანის სამყაროს. ხორცის იქით ვერ იყურება. კიდევ არის მეორე სულიც გვაქვს და ამიტომ ხშირად ადამიანი როგორც ეშმაკი ისე აღიქვავს სამყაროს. ანუ მხოლოდ და მხოლოდ თავისთვის სურს, თავისთვის თავის თავს აამოს, თავის თავს შეამონოს და მისთვის ბედნიერება და სიკეთე მხოლოდ ის არის, რაც მას გამოადგება, ანგარება, სიამაყე და ასე შემდეგ. ეს არის დეფორმირებული ჩვენი შინაგანი სამყარო, მაგრამ ღმერთი ხო ზრუნავს ჩვენს, არ გვტოვებს. და ამიტომ ჩვენ ცხოვრებაში თავს ავლენენ ისეთი ტიპის მაგალითები, ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენი ცხოვრება მწარდება. ამას განსასწრელი ქვია. განსასწრელი ამას იმიტომ ქვია, რომ ადამიანი გამოცდის წინაშე დგება და აი ასეთ დროს, როცა რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება მის ცხოვრებაში, ადამიანს უწევს გამოსავლის ზიება, ხშირად ჩიხურ სიტუაციაშიც კი აღმოჩნდება ხოლმე და აი აქ ირთვება ის მნიშვნელოვანი რამ, რასაც რწმენა ქვია, ანუ შემეცნების ის ყველაზე სიღრმისეული უნარი. იმიტომ რომ ან იღუპება და რაც მას არ სურს და მისი ღვთივხატები და მსგავსების ბუნებისათვის მიუღებელია, იმიტომ რომ ინტუიციურად მარადისობის შეგრძნება აქვს ადამიანს, ამიტომ არ სურს რომ განადგურდეს და ირთვება ეს რაღაცა ჩიხური სიტუაციის გამო თვითგადარჩენის, ოღონ ეგზისტენციალური გადარჩენის. თუმცა ეს კავშირში არის მიწიერი გადარჩენისაც, აი როგორც ცხოველი რო გაურბის განსასწრებს ამგვარი და პლუს ეგზისტენციალური გადარჩენის ინსტინქტი ირთვება და აი ამ დროს შეიძლება ადამიანი მოვიდეს რწმენაში. მრავალი ჩვენგანს ეს გამოუცდია, მე თავის დროზე ათეისტურ გარემოში ვიზრდებოდი და ჩემთვის ეს სულიერი ცხოვრების თემა საერთოდ დახურული იყო და უმძიმესმა განსასწრელმა, სწორედ ჩიხურმა სიტუაციამ ექსტრემალურ სიტუაციაში მომიყვანა და სწორედ ამ დროს ღმერთი შემოდის ჩემ ცხოვრებაში და ღმერთი არ მწამდა და ქრისტე შემოდის ჩემ ცხოვრებაში, რომელიც ჩემს მიერ სახელდებული იყო როგორც ღმერთი. თუმცა რომ ჩავფიქრებულიყავი მაშინ ღმერთი როგორ არის 2000 წლის წინ დაიბადა, შეიძლება დავბნეულიყავი, მაგრამ შინაგანი ინტუიციამ სწორად იმუშავა. მადლობა ღმერთს ამისათვის და აი ესე ხდება ხოლმე რაღაც განსასწრელის გამო ადამიანი მოდის რწმენაში. მაგრამ ადამიანი რო რწმენაში მოდის, არ მოდის მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ კარგად იყოს. ჩვენი სარწმუნოება, ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება, რადგან ეს არის ჭეშმარიტი რწმენა და არა რელიგიური გზნობა, რელიგიური გზნობა ადამიანს არც ეგოიზმისგან ანთავისუფლებს, არც უკეთურებებისგან, არც პატივმოყვარეობისგან, არც ბოღმისგან, არც სიძულვილისგან, არც ფარისევლობისგან, რელიგიური გზნობა ადამიანს არ ცulis. ადამიანს რაღაც ცოტა აუმჯობესებს რაღაც ზნეობრივი კოდექსი, როცა აქვს, კულტურა, ზნეობრივი კოდექსი. То რელიგიური გზნობა, რელიგიური გზნობით, ესე იგი, გულს ასლიდან ცოცხალ ადამიანებს აცეკები ამერიკაში და ესე იგი, ჯერ კიდევ ფეთქავ გულს ასე უძღვნიდნენ მზეს, როგორც ღვთაებას. რელიგიური გზნობა, ანუ რელიგიური გზნობა თავისთავად არაფერს არ ნიშნავს. რელიგიური გზნობით აღტკინებულმა საზოგადოებამ მოკლა იესო ქრისტე. რელიგიური გზნობით აღტკინებულებმა. ასე რომ რელიგიური გზნობებით ხდება უამრავი უბედურება სამყაროში, სწორედ რელიგიური გზნობით ხდება. ამიტომ რელიგიური გზნობა ადამიანს საერთოდ არ ცვლის უკეთესობისკენ. კიდევ ვიმეორებ, ზნეობრივი კოდექსი უფრო აუმჯობესებს ადამიანს და სწორი აღზრდა, ვიდრე რელიგიურობა. მაგრამ აი რწმენა რო შემოდის, რწმენა თუ შემოვიდა ჩვენში, ხო? აი ის რწმენა იმ წამსვე იწყებს ადამიანის ფერიცვალების პროცესს და ჭეშმარიტი რწმენა თუ შემოდის, ის ნელ-ნელა ამას მე ადამიანი აცნობიერებს თავისთავად ცხადია, ადამიანი
აუცილებლად დგება საკუთარი ეგოიზმის ჩარჩოებიდან გამოსვლის აუცილებლობის წინაშე. და აი თუ ადამიანი მაგალითად სწორად შემოვიდა სარწმუნოებაში, ის იმ წამს დგება ვალდებულების წინაშე, რომ მისი გამოცდილება, მისი სარწმუნოება უпростоრად გახდეს სხვებისათვის ცხადი და გახდეს ნათელი სოფლისა და მარილი სოფლისა. ანუ ის იმ წამსვე ქრისტეს მოწაფეთა რიგში ეწერება, იმ წამსვე როგორ შეიძლება დროის გარკვეული დროის მერე, მაგრამ ის პოტენციურად ქრისტეს მოწაფეთა რიგებში ეწერება და მოწაფე ნიშნავს, რომ თავისი მოძღვრის, თავისი მასწავლებლის საქმე გააგრძელოს.